ჩვენ ცხადია სულ უნდა ვსაუბრობდეთ, ვიდრე საერთაშორისო გამოძიება არ დაიწყება და ვიდრე საერთაშორისო გამოძიება არ დასრულდება. ანუ კიდევ დიდხანს, მოდი ასე ვიტყვი, უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელის ბიჭებმა კობახიძემ, კომელაურმა, სხვებმა და სხვებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი, მაღალი ალბათობით გამოიყენეს ქიმიური იარაღი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ამასთან არა მხოლოდ დემონსტრანტების, არამედ ასე მაგალითად იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, ვინც თქვათ და 1 იანვარს, 2 იანვარს საახალწლო ნაძვისხის სანახავად მივიდა რუსთაველის გამზირზე, სულაც არ არის ქართული ოცნების მოწინააღმდეგე, მიიყვანეს ბავშვები და შესაბამისად ამ ბავშვებმა შეისუნთქეს ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ მანამდე, ანუ 1-2 იანვრამდე, თქვათ 10-15-20 დღით ადრე დემონსტრანტების მათი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. კვლავ ვიმეორებ, ჩვენ ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ სულ. ეს არის მთავარი თემა, არის უკვე და იქნება მთავარი თემა. ასაკვირველია, მინავდება მართებული კონოტაციით, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა თემებიც გაერევა ამ ყველაფერში. ქართული რუსული ოცნება ეცდება, რომ გადაფაროს სხვა სკანდალებით, უპირატესობა მოიპოვოს იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება დაუშვებს რაღაც გარკვეულ საზოგადოების რომელიმე ინდივიდი დაუშვებს ისეთ შეცდომას, როგორც დაუშვა მაგალითად ალე კოელისაშვილმა, მაგალითად ვამბობ, 2 დღით გადაიტანს ჩვენს გადაგვატანინებს სხვა თემაზე ყურადღებას, მაგრამ ჩვენ 2 დღის თავზე ისევ უნდა დავუბრუნდეთ ამ უმნიშვნელოვანეს თემას და სულ მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ, რომ საერთაშორისო გამოძიებაა ჩასატარებელი და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას პასუხი აქვს გასაცემი კითხვაზე კი, მაგრამ კამიტი არ იყო, ჯერ ერთი ამაშიც ეჭვი გვეპარება, მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით კამიტი იყო სწორედაც რომ. მაგრამ ოკეი, თქვათ და არ იყო კამიტი, მას რა ნივთიერება იყო. ამაზე უნდა ლაპარაკობდნენ პირველ ყოვლისა ექიმები, პროფესიონალები, ტოქსიკოლოგები და ასე შემდეგ, ამაზე უნდა ლაპარაკობდეს საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი, ვისაც ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა უნდა. დიახ, შეიძლება ბევრმა გააკეთოს ჭყალებში, თუ ჭყალებოდ ნაჩქარები დასკვნა, დასვას ზახილის ნიშანი, მაგრამ ამ ზეწოლას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაზე ამ ზეწოლასაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, თუნდაც ეგრეთ წოდებულ ნაჩქარებ დასკვნებს ასე გეტყვით, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას ფაქტია რომ უნდა გავახსნევინოთ, არქივიც არასწორი სიტყვა, მოვაცემინოთ როგორღაც ინფორმაცია კი, მაგრამ რა ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რას ინახავდა, რა მარაგები იყო, რა ქიმიური შემადგენლობა ვისა იყო ის პრეპარატები თუ ის ფხვნილები, რომლებიც გაურიეს წყალში და წნევით მიუშვეს დემონსტრანტების წინააღმდეგ და დაწამლეს ხალხი. ფაქტია, კამიტი არ იყო, მაგრამ ხალხი დაწამლულია, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ხალხი უჩიოდა და უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ფაქტია, მაგრამ ამასობაში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, არ უნდა შემოგვავიწყდეს სხვა მნიშვნელოვანი, კვლავ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი თემებიც და ერთ-ერთ მათგანზე თქვენის ნებართვით გავამახვილებ ყურადღებას ახლა მე. და დავიწყებ ასე, რამდენი იწვალა, რა არ გააკეთა, რა ღობეყორეს არ მიედმოედო ბიძინა ივანიშვილი, რომ როგორმე გიბოდიშებ ძვნისათვის და შესტენვოდა რუსეთს და რუსეთისაგან მიეღო წყალობა. საქართველოს შავი ხვრელია რუსეთისათვის, საქართველოდან გადის რუსეთში გარკვეული ის პროდუქცია, რომელიც რუსეთს ამ ომიანობის ჟამს სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ, მაგალითად მიკროჩიპები. ამას ვერ დაამტკიცებ დოკუმენტით, ვერ დაამტკიცებ რა საკვირველია, მაგრამ ეჭვი ამის თაობაზე საფუძვლიანი, არგუმენტირებული, ლოგიკური ეჭვი ამის თაობაზე არსებობს და მეც ვარაუდს გამოვთქვამ საბოლოო ჯამში ვერსია ვარაუდს გთავაზობთ. რა არ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როგორ არ ეცადა რომ შეეცვალა ქართული სახელმწიფო ქართული საზოგადოება, როგორ არ აამა რუსეთს, დააპატიმრა რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები, დააპატიმრა მისი და რუსეთის მოწინააღმდეგე რიგითი
მოქალაქეები არაფრით გამორჩეულები მეთქი მარტებული გაგებით და ვიტყვი ახლა დიახ არაფრით გამორჩეულები იმ თვალსაზრისით რომ მათ პოლიტიკური იდენტობა არ ჰქონიათ ჟურნალისტები, ექიმები, პოეტები, მწერლები, მსახიობები, ზეინკლები, ნებისმიერი პროფესიის პრაქტიკულად პროფესია არ დარჩენილა, მეთქი როგორ არ დარჩენილა, მაგრამ ასე უნდა ვთქვა ახლა, როგორ არ დარჩენილა, მაგრამ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები აქ მან დაიწყო მინი რუსეთის შექმნა და ამითაც მიანიშნებდა მოსკოვს, რომ მე აქ დასავლეთისკენ სულაც აღარ მიმყავს საქართველოს შენ ბრძანებას ინსტრუქციას ვასრულებ. აგე თუ გახსოვს მიმართა დაახლოებით ასე მოსკოვს ამ ქმედებებით, თუ გახსოვს საარჩევნო პერიოდში მე ისიც კი ვთქვი, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის გამო მოიხდის ბოდიშს. და მე უკვე კომისია შევქმენი, რომელმაც გადაწყვიტა ამგვარი რა, ცხადია ჩემი კარდახით ბიზინა. კარდახით გადაწყვიტა, რომ აკრძალოს საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით მეშვეობით პოლიტიკური ის პარტიები, რომლებიც მისი ბიზნესი და რუსეთის მოწინააღმდეგეები არიან. რა კომპრომისი არ წავიდა, რა არ გააკეთა მეთქი კვლავ გავიმეორებ და რის გაკეთებას არ აპირებდა ან არ აპირებს საბოლოოდ. მაგრამ მუსელ ამოუყორავი ქვეყანაა რუსეთი. ბიზინა ივანიშვილმა ეს ვერ გაიგო და ჯერაც აქვს ალბათ იმედი, რომ რაც უფრო მეტ კომპრომისზე წავა, რაც უფრო მეტად მძიმე სიტყვის თქმა შეიძლება რასაკვირველია, რაც უფრო მეტად გაუწვება, უფრო მძიმე სიტყვა რომ არ მოვიშველიოთ ახლა, მით უფრო წყალობის თვალით, დიდი წყალობის თვალით გადმოხედავს მას პატრონი რუსეთიდან, მოსკოვიდან, ბიზინა ივანიშვილი ამ ტაქტიკას, ამ სტრატეგიას არ უღალატებს, მაგრამ მუცელ ამოუყორავ ქვეყანას ეს არ აკმაყოფილებს. მუცელ ამოუყორავ ქვეყანას უნდა ის რაც მას იმ თავითვე უნდოდა და მაგალითად ფუჭი მოლოდინი იმის თაობაზე რომ საქართველოს იქნება კონფედერაცია ან ფედერაცია სჯობს კონფედერაცია ცხადია ბევრად სჯობს კონფედერაცია კატასტროფა იქნება ჩვენთვის იქნებოდა თუ იქნება ფუჭი მოლოდინი იმის თაობაზე რომ ჩვენ რუსეთი მოსკოვი მოგცემდა შესაძლებლობას რომ დაგვეწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და დაგვესაბუთებინა აფხაზებისთვის, ასე მაგალითად ან ოსებისთვის, რომ ერთიან სახელმწიფოში თუნდაც კონფედერაციაში მზად ვართ ცხოვრება არის გარდაულად აუცილებელი მათივე კეთილდღეო, მათივე მომავლისთვის, მათივე კეთილდღეობისათვის. რუსეთი ამ ნებართვას არ იძლევა. რუსეთი მუცელ ამოუყორავი ქვეყანა და რუსეთის ლიდერები მუცელ ამოუყორავები და მუცელ ამოუყორავები და სასტიკები და იმპერიულები ღიად ამბობენ უკვე რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დამაკმაყოფილებელი არ არის და საქართველოს ხელისუფლებამ მაგალითად აფხაზებთან და პრინციპში იგივე გადავიტანოთ სამხრეთ ოსეთელოსებზეც ოსეთის სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან პირველი უნდა გააფორმოს ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასე ანუ არ დაესხას თავს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა რატომ ეჩვენება მოსკოვს რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებს ბიზინა ივანიშვილი ამაზე ვერაფერს გეტყვით საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ გამოცემა იზვესტიაში მინისტრმა ლავროვმა თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება სააკაშვილის რეჟიმის ციტირებაა დროინდელ პოზიციას რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარყოფასთან აკავშირებს ანუ ბიზინა ივანიშვილს რომ უნდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოსკოვთან ეს არ ნიშნავს იმას რომ მოსკოვს სუსტად ასეთივე სურვილი აქვს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალური მოთხოვნაა ესე ამბობენ მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება თბილისის მხრიდან თუ მიერ შეუქცევადია გარდაუვალია და ამას ციტირებს იზვესტია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს უთქვამს ეს იზვესტიასთვის
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ღია საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების ნაბიჯებისთვის, რისთვისაც თავად თბილისი იქნება მზად, სააგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისა აცხადებენ, რომ სრული ნორმალიზება ვიდრე საქართველოს არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ანუ არა მხოლოდ ცეცხლის განუახლებლობაზე არ მოაწერს ხელს, არამედ იმ რეგიონებს, ჩვენს იმ რეგიონებს არ აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება არ გამოვა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, რომელიც ჩვენი ვარაუდით რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებულიო, აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში. ეხლა უნდა გავაანალიზოთ რა არის ლავროვის უწყების ეს სიტყვა, უშუალოდ ლავროვის სიტყვა, რას გულისხმობს, ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ჩვენგან ითხოვს მეტ და მეტ კომპრომისს. და ეს მეტი და მეტი კომპრომისი რაღაცა ისეთი კი არ არის, რომ ჩვენც დავთმოთ და მათაც დათმონ, არამედ ეს მეტი და მეტი კომპრომისი არის პირველი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის აკითხარით შეთავაზება კი არა ხელმოწერა მათთან ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებისა, ანუ ფაქტობრივი აღიარება, უკვე შემდგომ დე იურე აღიარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამის შემდგომ რუსეთი არ ამბობს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ, ანუ მხარეებმა უნდა დაიწყოთ საუბარი თუნდაც კონფედერაციაზე, ამასაც კი არ ამბობს რუსეთი. ამის შემდგომ რუსეთი რასაკვირველია მოითხოვს უკვე საქართველოსგან თუ ამას გავაკეთებთ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც აღარც იქნება ჩვენი აღიარების შემთხვევაში, ჩვენს მიერ აღიარების შემთხვევაში, არამედ თანხმობას იმაზე, რომ რუსული სამხედრო ბაზები არსებობდეს, ასე მაგალითად გუდაუთასა თუ სოხუმში თუ ცხინვალსა თუ ჯავაში. და კიდევ მერე დამატებით მოითხოვს ის ანტიტერორისტული ცენტრების გაკეთებას საქართველოში, დარჩენილ საქართველოში ასე გეტყვით. და მხოლოდ ამის შემდეგ ისიც ალბათ აღარც უცელა მოუყორავი ქვეყანა შემოგთავაზებს ხელშეწყობას დიალოგში აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან. ეხლა მე გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილმა რა გააკეთა მეთქი. კი მოდი შევთავაზოთ სიტყვისთვის, რამდენი ვაზელინი არ წაისვა. რამდენად არ ეცადა, რომ გარდაექმნა რუსეთის ინსტრუქციების თანახმად, რუსეთის პირობების, შემოთავაზებების ინსტრუქციების თანახმად, რომ გარდაექმნა საქართველოს რუსეთულ ქვეყანად. მაგრამ რუსეთმა ეს კომპრომისები არ იკმარა ბიძინა ივანიშვილისაგან და მისგან მოითხოვა პირველი დამატებით უფრო ზუსტი რომ იყო დიქტატურის სრული დამყარება, სრული დიქტატურის დამყარება საქართველოში, ანუ ყველა იმ გამოვლინების აღკვეთა, ანტირუსული გამოვლინების აღკვეთა ამ თავითვე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში და რომლის ავტორებიც არიან არა ბიძინა ივანიშვილის ხელის ან ფეხის ბიჭები, ფეხსალაგები, არამედ ქართული საზოგადოების ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩემი დათვლებით და ობიექტურადაც, მაგრამ თუნდაც უმცირესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელის ბიჭების დათვლებით თუ გათვლებით. სრულ დიქტატურაზე წასვლა ბიძინა ივანიშვილს გაგიკვირდებათ და ფრიად გაუჭირდება, ეს ღიად უნდა ვთქვათ. და ჩვენი ამოცანა არის ეცდება ბიძინა ივანიშვილი ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ ამას და სრული დიქტატურა არ დავამყარებინოთ, რასაც წინააღმდეგობის გაწევის ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ვერც მოახერხებს. რუსეთი უნდა გავიგოთ და ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს პირველ ყოვლისა, რომ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს არ დაუთმობს არაფერს. არანაირი რეალურად ტერიტორიების დაბრუნება არ მოხდება რუსეთის მხრიდან ჩვენთვის და კონფედერაციაც კი, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა კატასტროფული, რუსეთის მიერ შემოთავაზებული არ იქნება. რუსეთს მონების სჭირდება აფხაზეთის, სამხრეთელი ოსების და სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს სახით. რუსეთს სჭირდება აქ რამდენიმე ანკლავი იმისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ კავკასიაში დაბრუნების მცდელობის შემთხვევაში შედარებით იოლად დაბრუნდეს. რუსეთი დამატებით რასაკვირველია მოითხოვს ჩვენგან ასე მაგალითად შუა დერეფანში მონაწილეობას, ოღონდ არაფერს არ დაგვპირდება, შუა დერეფანში მისი ინტერესების გათვალისწინებას. რუსეთი მოითხოვს
საქართველოსგან სრულ ზურგ შექცევას ევროკავშირისთან თუ ევროკავშირისაგან და ნატოსაგან რუსეთი მოითხოვს შავი ხვრელის ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინაში ომის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენგან შავი ხვრელის უფრო გაფართოებას და უფრო დიდი რაოდენობით მისთვის გარდაულად აუცილებელი პროდუქციის სწორედ საქართველოს გავლით შეტანას, თუნდაც მეორე ქვეყანაში უკაცრავად და მეორე ქვეყნის გავლით რუსეთში და ამგვარად ვაჭრობს თუ სწორი სიტყვა რუსეთთან ბევრი ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება სამწუხაროდ არც ღირს, იმიტომ რომ შეიძლება ერთგვარად მოგვიწიოს კრიტიკული შენიშვნების გაკეთება ცალკეული იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლების მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება არც გვაქვს და არც უნდა გქონდეს. ბიზინა ივანიშვილი წავა თუ არა ამ ნაბიჯზე, ანუ დამყარებს თუ არა, ეცდება თუ არა სრული დიქტატურის დამყარებას, მე გეტყვით რომ ეცდება. იმ იმედით რომ რუსეთი გიბოდიშებს ამ სიტყვისთვის და შეიტენის და დაინახავს მის დააფასებს მის ძალისხმევებს. მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს რომ რუსეთი მუცელა მოუყურავი, მე ხუდად ვახსენებ ამ სიტყვას, ქვეყანაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი სულ რომ მეფის ნაცვალი იყოს, ივანოვად რომ გადაიკეთოს გვარი, ბიზინა ივანიშვილიც კი რუსეთისთვის მიუღებელია. საერთოდ ნებისმიერი მმართველი ბიზინა ივანიშვილზე უარესი ხომ ძნელად წარმოსადგენია, რუსეთისთვის არის მიუღებელი, რუსეთს სურს რომ საქართველო იყოს ოდენ ტერიტორია, მისი უკანა ეზო და ბევრი სიტყვის თქვა შეიძლება ჭაობი და ასე შემდეგ. არა, ჭაობი მთლად არ უნდა, რუსეთს უნდა რომ ეს იყოს მისი მოქალაქეების და პუტინის მომხრე მოქალაქეების საღლიცინო გასართობი ტერიტორია, სადაც დალევენ ისინი შესვავენ ქართულ ბრწყინვალე ღვინოს, გაწელავენ ელარჯს, ჩახეთქავენ მწვადს თუ ხინკალს და არანაირი პრეტენზია ამბიცია საქართველოს განვითარებაზე, როგორც ასეთზე არ ექნება ქართულ ხალხს. ბიზინა ივანიშვილს დაევალება სრული კონტროლი ყველა მედია საშუალებაზე, ყველა ონლაინ მედია საშუალებაზე, ყველა მეინსტრიმ მედია საშუალებაზე და პრაქტიკულად ყველა მოქალაქეზე. ბიზინა იმდენად ვიწრო თვალსაწიერის არის, ანუ თვალსაწიერი ფართო კი არა ვიწრო აქვს, მას ეგონება და აჯერებენ კიდეც, რომ ამ შემთხვევაში თუ მოხდება რუსეთ-საქართველოს დაახლოება, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და რუსეთი იქნება ხელგაშლილი და რუსეთი შეგვიწყობს ხელს ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც საკვირველი ასე არ მოხდება. მაგალითად, ბიზინას ეთქვია რომ რკინი გზა გახსენი, ოკეი, მაგრამ მაინც არ დაგვიბრუნებენ. ბიზინას ეთქვია რომ ოკეი, მაგალითად გალის რაიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს ისიც 18 წლის შემდეგ, ოღონდ არ დაგვიბრუნებენ. საქართველოს უნდა იყოს კონფედერაცია ეთქვიან, არა, მაგას არც ეთქვიან, უფრო ზუსტი რომ იყო, ეთქვიან რომ უნდა აღიარო შენ აფხაზეთისა და რომც წავიდეს აღიარებაზე, უკვე სამომავლოდ არაფერში არ შეუწყობენ ხელს, იმ იმედით რომ წავიდეს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს რამეს. მთავარი რაც არის რუსეთისათვის მოსპოს საზოგადოებაში ბიზინას და უფრო რუსეთის მიმართ კრიტიკული აზრი. ბიზინა როგორც აღარც გიბოდიშებთ პრინციპში ასე უნდა თქვა, როგორც უვიცი, როგორც რომელსაც ვიწრო თვალსაწიერი აქვს, ამაზე წავა, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაუვა. სრული დიქტატურის დამყარება საქართველოში წარმოუდგენელია. ამის თქმა მინდა და უფრო წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ ბიზინამაც კი თქვას არამშვენიერ დღეს ქართული სახელმწიფოსთვის, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ამ შემთხვევაში გავბედავდა ვიტყვი ჯერ ძახილის ნიშნიან წინააღმდეგობას შემოგთავაზებთ და მერე კითხვი წინააღმდეგობას. ამ შემთხვევაში ძახილის ნიშნიანი წინააღმდეგობა არის ესეთი, ქოცებიც კი ქართული ოცნების მომხრეებიც კი ბიზინა ივანიშვილს დაამხობენ თავს. ახლა კითხვა დავსვათ კითხვითი წინააღმდეგობა შემოგთავაზოთ. დაამხობთ. იმ შემთხვევაში თუ ბიზინა ივანიშვილი აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ქართული ოცნების ამომრჩევლებო, თქვენ გამოხვალთ თუ არა ბიზინას წინააღმდეგ? ჩვენ შორის საერთო არაფერია პრაქტიკულად, მაგრამ ეს თეორიულად შეიძლება იყოს საერთო, ოღონდ ბიზინა
ალბათ ხო, არ ვიცი რა უნდა გითხრათ. ალბათ ამასაც ხდება, ან ფიქრობს, ან გაფიქრებია, რომ ეს უკვე აღარ გაუვა. თუმცა დიქტატურის დამყარებაზე ის ჩვენს წინააღმდეგ დიქტატურის დამყარებაზე ის წავა. მაგრამ მისი პრობლემა უკვე შემდგომ ეს რომ მოახერხოს, ოღონდ ვერ მოახერხებს, იქნება მისივე ამორჩეველი, ეს რომ ვიცოდეთ, თუ აღიარებას მოინდომებს მართლა. მე მგონი ვერ გარიცხავს. მე მგონი კი დაარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიზინა ამას კი ვეღარ გაბედავს. ბიზინა ანტირუსია? არა. ქართული ოცნების ამორჩევლებო, თქვენ თვითონ ბიზინას როდის შეეწინააღმდეგებით? ბიზინა განწირულია დამარცხებისათვის. ესეც უნდა ვიცოდეთ ყველამ.